მხოლოდ უცნაურ ქვეყნებშიც არ მოგზაურობ. იქ ვნახე შენს არხზე კიდევ ნუ შედარებით განვითარებულ ქვეყნებში გაქვს მოგზაურები, ნამყოფი ხარ და ხო არ გაგჩენია ასეთი სრული რომელიმე ქვეყანაში, რომ ყველაფერი მიგეგდო ასე, ცოტა უცნაურად რო ვთქვა და დარჩენილი ყავი საცხოვრებლად, ახალი ცხოვრება დაგეწყო ახალი ეტაპიდან. ხო, არა, ეს საქმე იმდენად მიყვარს და იმდენად შემიყვარდა რა, ეს რასაც ვაკეთებ, რომ არ ვიცი, აი თუ აი სადამდედაც შევძლებ ფინანსურად იქნება თუ ფიზიკურად იქნება რომ გავაგრძელო ამის კეთება, რავი, არ მგონია რომ გავჩერდე, რამდენი წლისაც არ ვიყარ ბოლომდე. იმდენი საინტერესო ადგილი არის, აი სუმაგას ვამბობ, რომ აი ვერასდროს ვერ ამოწურავ რა, აი ერთ ადგილას ჩახვალ და ფიქრობ, რომ აი ეს არის ყველაზე საოცარი ადგილი, რაც მინახავს და აი ერთ კვირაში შეიძლება ისეთი ადგილი ნახო, რომ ამაზე გადადიხარ, აი სულ ესე არის რა ჩემ მოგზაურობაში და ამიტომ არ მგონია, რომ როდესმე ამის მიგდება მომინდეს. მაგრამ ეგეთი ქვეყანა თუ მაინც რაღაც არის, ალბათ ჩინეთი.